გალამაზები როგორც ყოველთვის დამყარდა. მასპინძლებო მოგესალმებით და ვიწყებთ დღევანდელ ღონისძიებას. მოგახსენებთ, რომ კოჩის საჯარო სკოლაში აქვთ ეს ტრადიციულად წლის ბოლოს ერთი კარგი ღონისძიება უნდა გააკეთონ და ძალიან უყვართ სტუმრები. დღევანდელი დღე ძალიან წარმომადგენლობითია და ძალიან ბევრი საპატიო და ძალიან კარგი სტუმარი ყავს კოჩის საჯარო სკოლას და ალბათ ეს დღე შევა სკოლის ისტორიაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, ესე ბატონები და ქალბატონები არიან თანხების სისტემის უაღრესად დიდი მხარდამჭერები. ხაშურები არ მიწყენენ, დავიწყებთ თბილისის სტუმრებიდან. ბატონი ბერიკა შუკაკიძე, რომელიც თითოეული პედაგოგისათვის ძალიან ნაცნობია, იგი წარმოადგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს. დიდი ხანია იგი უკვე ჩვენს გვერდით არის, სკოლის პედაგოგების საქმიანობა, მათი პროფესიული ზრდა მთლიანად ბატონი ბერიკას უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობს, ამიტომ თითოეული პედაგოგისათვის ის ძალიან პატივსაცემი და საყვარელი პიროვნება. მივესალმოთ ბატონ ბერიკას. ქალბატონი მაია უსიმპათიურესი რომ ვიყრიან და ულამაზესი ქალბატონი წარმოადგენს პედაგოგთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს, პრეზიდენტი უკაცრავად, პრეზიდენტი, ხელმძღვანელი, პედაგოგების რომ ვიყრიან უმაღლესი ადვოკატი, ჩვენი საქმიანობის დამფასებელი და მცველი ბრძანდება ქალბატონი მაია. ქალბატონ მაიას მივესალმოთ. გამხდენიერი ასევე მისი სულიერი სამყარო. ქალბატონ მაია ჩვენ პირადი პატივისცემა. ქალბატონ მაიას ახლავს ორი მშვენიერი ქალბატონი, ვიცე პრემიერები, ქალბატონი ნათია ქურთაძე და მარი ალუღიშვილი. იყო პროფკავშირი იყო ერთ პერიოდი, რომ აბეცითი ახლო წარსული და მთლიანად დაიშალა და ამ ადამიანების ასეთი წარმატებით, უდუნებით, შრომით რომ იტყვიან ერთ-ერთ საუკეთესო და მხარდამჭერ ორგანიზაციად იქცა ეს განათლების სისტემის. სტუმრებიდან თბილისიდან მე მგონი თავდაცვის მინისტრი ქალბატონი ზიზი. ახლა გადმოვალ შინაურებს უფრო მასპინძლებელს ვთვლი. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ თენგიზ ჩიტიაშვილს მივესალმოთ. უაღრესად კარგი ადამიანი, რომ იტყვიან პირველი ადამიანის ღირსება რაც არის მისი ბუნება, ადამიანური ადამიანი რომ იტყვიან და ძალიან დიდი მხარდამჭერი დღეს ახლა ისეთი ის ქონდა მეშვიდე საჯარო სკოლას გუშინ ხარის გამო აეხადა სახურავი და მთელი მერია მოკრეთ ჩვენს გვერდით არის და ბატონო თენგიზ ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამისათვის. ბატონი თენგიზის აპარატიდან ბატონ ზვიადს წარმოვადგენ, მაგრამ ზვიადი ჩვენია. წაგვარტყა მუნიციპალიტეტმა ჩვენი ოჯახის წევრი, ჩვენი გაზრდილია, იმიტომ მაინც აღეშვებით, მაინც არა, ვეცხოვეშვებით. ხო, ჩვენია და ჩვენი ოჯახის წევრია და რა თქმა უნდა წარგზავნილი ყავს იქ. ბატონი მერავი, ყველა ხაშურში ძალიან ცნობილი პიროვნება, ექსპერტი, მრჩეველი. ბატონი კოტე კულტურის და განათლების განყოფილების სამსახურის უფროსი.
ამ ახალგაზრდებზე ვიტყვით ჩვენი სკოლის აღზრდილები არიან, იმიტომ მე ფაქტობრივად დავფერდი ამ სკოლაში და ჩვენი ყოფილი მოსწავლეები ახლა რა თქმა უნდა ხელმძღვანელი პირები გულიმწდება რომ არ არის ბატონი გიორგი, რომელიც უშუალოდ დღეს ძალიან მოგეხმარა პაპიაშვილი და ბატონი ქალბატონი ზიზი. როგორ არ ახალ თქვენ რა თქვენ შრომო თავდაცვის მინისტრი ხაშურის დონეზე. ქალბატონი მოგესალმებით დიდი სიყვარულით და პატივისცემით თქვენი აკაუნტში დაუბრუნდა მას. სხვადასხვა სპეციალისტების ძალებძანებით. ბატონი თამაძე რაიონის პედაგოგიური საზოგადოების ისტორიას წერს, მინდა გითხრათ, ექსტომეულია ხო ბატონო თამაძე. და აუცილებლად დღევანდელი დღე და ისტორია აუცილებლად მოხდება ალბათ ამ წიგნში ერთ-ერთი როგორც ლამაზი გამეცნებიანი დღე და ბატონი გიორგი მაჯარაშვილი. ახალგაზრდა სიმპათიური ჩვენი სისტემის აღზრდილი ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თავმჯდომარე არ ვიცი მეება ეს ისინი და ძალიან ბევრი სასიამოვნო პროექტის ავტორი და განმახორციელებელი და ჩვენს გვერდით არის ყოველთვის ამ ახალგაზრდების აღზრდის საქმეში. ჩვენი დირექტორები არიან მეზობელი სოფლებიდან და თემის ხელმძღვანელი როინ ცხოვრებაძე. ხო, ბატონო როი თქვენი იმედი გვაქვს გვერდში დავხართ ქალბატონ ליას და ძალიან წარმატებები მინდა გისურვოთ. ქალბატონ ლია არ ვიცი საოცარი ადამიანია, ცხოვრობს ამ სკოლით, ცხოვრობს რომ ითქვიან და საქმეც და ყავს ძალიან კარგი კოლექტივი, ოჯახი, ფაქტობრივად მეგონი რამესაც აკეთებს. აქ ხო არ აკეთებს რამეს. ასე ქალბატონ ლიას წარმატებას უსურვოთ თავის აღსაწყობლებთან ერთად. ძალიან მოხარული ვარ თქვენი სტუმრობით, ჩვენ ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს, უფრო და უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი მოსწავლეებისთვის. ძალიან კარგი ახალგაზრდები აღზრდილან და იზრდებიან აი ამ კედლებში. ვამაყობთ ხოლმე ყოველთვის ჩვენი აღზრდილი მოსწავლეებით. მე ვამაყობ კიდევ ჩემი პედაგოგიური კოლექტივით, ძალიან ერთსულოვანი, ძალიან თანამშრომლობითი გარემო გვაქვს შექმნილი, მათი დამსახურება, ეს სივრცე, ეს ყველაფერი რაც ამ სკოლაში კეთდება რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მარტო დირექტორი ამას ვერანაირად ვერ გააკეთებდა და ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვარ ხოლმე მე ამ ადამიანების და მშობელთა კორპუსი კიდევ რომელიც მართალია ძალიან ცოტანი ვართ 62 ბავშვი სწავლობს ამ ეტაპზე ჩვენ სკოლაში ეს ღონისძიება რაც ჩვენ დღეს გვინდა რომ შემოგთავაზოთ არის საშუალო საფეხურის მოსწავლეებისგან მომზადებული და სულ საშუალო საფეხურზე ყავს 7 ბავშვი. მაქსიმალური ჩართულობა იყო ამ ღონისძიებაში. თან მღერიან პრეზენტატორებიც ესენი არიან, ცეკვავენ კიდევაც მღერიან და ყველაფერი ესენი არიან და ძალიან დატვირთულები ყვანან ხოლმე ეს ბავშვები და ხანდახან ცოტა ჩემ თავს ვაკრიტიკებ ხოლმე იმის გამო რომ ბევრს ხომ არ ვთხოვ ამათ, მაგრამ მიძლებენ, რასაც ქვია, უძლებენ აი ამ საქმიანობას ყველაფერზე ძალიან აქტიურად მოყვებიან ჩვენ სურვილებს. დღეს ძალიან საინტერესო თემა გვინდა შემოგთავაზოთ და ორიოდე სიტყვით გეტყვით რამ დაბადა ამ ეს იდეა რაც მოსაწვევებში ჩვენ წარმოვადგინეთ ეს თემა ძალიან მოკლედ სამყაროს წარმოშობა. ჩვენ სკოლაში არჩევით საგნად შევიტანეთ წელს მითოლოგია და ფოლკლორი. იქ მე-10 კლასში შევიტანეთ და მე-11 კლასში დასავლური ლიტერატურა. რაღაცა ესეთი კავშირი არის აქ აი ამ საგნებს შორის. მე ფილოლოგი ვარ და იმასთანაც წიაღი რა თქმა უნდა ძალიან ღრმად აქვს გადგმული მithwete ჩვენს კლასიკურ წერლობას. კავშირები მითოსთან, რელიგია, ბიბლიასთან უბრალოდ რომ ისიც რელიგია რა თქმა უნდა. და ამიტომ წინააღმდეგობებს წავაწყდით ამ მუშა პროცესში, რაღაცა კითხვები დაებადოთ მოსწავლეებს, ხან წინააღმდეგობებიც იყო, სულ თავის შუაზე მატარეს ამ ღონისძიების მომზადების დროს და აი რასაც წარმოგიდგენთ ახლა მე ბევრს აღარ შეგაწყვეტ თავს საუბრით. და ეს არის სამყაროს დაბადება, მითოლოგიას განვიხილავ ძალიან მოკლედ ბიბლიის კუთხითაც ამ სამყაროს შესახებ
და რას ამბობს მეცნიერება კიდევ სამყაროს წარმოშობის შესახებ. ვიმუშავეთ ამ მოსწავლეებთან ერთად მე და ფიზიკის მასწავლებელმა ქალბატონმა დინა ქიმერიძემ თქვენ შეფასებებს ახლა როგორ გავათვით თავს ძალიან ღრმა და ფინანსიან და ძალიან რთულ თემას. ეხლა შემდეგ თქვენგან მოვისმენთ ალბათ. რა ვიცით სამყაროს შესახებ? რა არის მითოლოგია და როგორი ასახვა ჰპოვა მან ადამიანთა აზროვნებაში? როგორ ხსნის კაცობრიობა ბიბლიურად დაიქმნა ნათელი? რა არის დიდი აფეთქების თეორია და რას ამბობს მეცნიერება? ეს საკითხები დიდად მოცულობითი და უაღრესად საინტერესოა. ძველთაგანვე ადამიანს აინტერესებდა თუ როგორ გაჩნდა სამყარო, რომელშიც ცხოვრობს. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სხვადასხვა ცივილიზაციებმა შექმნეს მითები, რელიგიური სწავლებები და ბოლოს მეცნიერული თეორიები. რა თქმა უნდა, ჩვენი უძველესი წინაპრები არ იყვნენ შეიარაღებული ტექნოლოგიებით. მათ ჯერ არც კომპლექსური ცივილიზაციები უმაგრებდათ ზურგს. ამიტომაც სამყაროს წარმოშობის შესახებ პირველი წარმოდგენები პრიმიტიული იქნებოდა და სამწუხაროდ ბევრი რამ პრეისტორიულმა ეპოქამ შთანთქა. უძველესი ადამიანები მითებში ასახავდნენ თავიანთ მსოფლმხედველობას და ცდილობდნენ სამყაროს წარმოშობის ახსნას. მანამ სანამ მეცნიერული კოსმოგონია განვითარდებოდა. მაინც რას ფიქრობდნენ ისინი, მაგალითად ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, თავდაპირველად არსებობდა ქაოსი, რომელიც წარმოადგენდა დაუსაბამო და უსასრულო სივრცეს, მძიმე და ბნელ, მოუწესრიგებელ მასას, წყლის, მიწის, ცეცხლისა და ჰაერის რაღაცნაირს. ამ სივრციდან გამოიკვეთა ორი ძლევამოსილი მხარეა, გეა, დედამიწა და ურანოსის ზესა. ესენი იყვნენ ღმერთთა პირველი სამეფო წვლილი. მათგან იშვა ტიტანთა დიადი მოდგმა. ურანოსი არ მოელოდა თავის შვილთაგან მორჩილებას და პატივისცემას. ამიტომაც მას მიწისქვეშა სამყაროში, ტარტალუსში აგდებდა. დამძიმდა გეა, მისი წიაღი ავისო მისგანვე შობილი შვილებით. შეწუხებულმა შეიცვალა თავისი მეუღლე ურანოსი და მის წინააღმდეგ განაწყო უმცროსი ტიტანი კრონოსი, რომელიც ჯერ არ იყო ჩაგდებული ტარტალუსში. კრონოსმა შეძლო ურანოსის დამარცხება, და მის შემდეგ ურანოსი ღმერთების ისტორიის ავასწინეს ჩამოშორდა. კრონოსი დიდხანს განაგებდა სამყაროს, თავის მეუღლე ლეასთან ერთად. მას კარგად ახსოვდა მამის მისნობა, ძალაუფლებას წარგართმევს შენივე შვიდიო. ამის გამო იგი ახარშობილებს ყლაპავდა. როდესაც გაჩნდა მეექვსე ბავშვი, რიამ ხერხი იხმარა და კრონოს ჩვებში გახვეული ქვა გადააყლაპა. თვითონ ჩვილი კი, რომელსაც ზევსი დაარქვეს, კუნძულ კრეტაზე გადამარა. როდესაც ზევსი გაიზარდა, მან რეა სულშია, ჩუმად შეიპარებინა კრონოსისათვის სამოსანთქელი საწმელი. საშინელი წამებით ამოაქცია კრონოსმა ჩაყლაპული მემკვიდრეები, უმშვენიერესი ღმერთები, ჰადესი, პოსეიდონი, ჰერა, დემეტრე და პერსია. მათ მადლიერების ნიშნად ძმას უგოძეს მეხი, ეპაფუქელი და ევა, რითაც მისი უზინაესობა აღიარეს. მაგრამ ტიტანთა მოდგმა სულაც არ აპირებდა ძალაუფლების უბრძოლებას დატყვევას. დაიწყო ბრძოლა კრონოსის მომხრე ტიტანთა და ზევსის თანადგომ ღმერთთა შორის, რომელიც გიგანტომაქლის ბრძოლის სახელითაა ცნობილი. ამ ბრძოლაში ზევსმა გაიმარჯვა. ზევსი თავის მეუღლე ჰერასთან ერთად განაგებდა სამყაროს, რომელიც გონების ძალას და მორჩილებას მორჩილებდა. ეს კი წესრიგისა და კანონიერების სრულებას მოასწავლებდა. კოსმოგონია სამყაროს წარმოშობის შესახებ არსებული წარმოდგენების ერთობლიობაა. სხვადასხვა კულტურას აქვს საკუთარი კოსმოგონიური მითები, რომლებიც ძირითადად მეშვეობის ან ზებუნებრივი ძალების მოქმედებას უკავშირდება. ჩვენ შევაცდებით მოგითხრათ ბერძნული კოსმოგონიის, როგორც მას ევროპელებმა უწოდეს კლასიკური და აგრეთვე ქართული კოსმოგონიის შესახებ. პრომეთეს მითი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ამბავია. პრომეთე წინასწარმეტყველს ნიშნავს. პრომეთე იყო ტიტანი, რომელიც მხარს უჭერდა ადამიანებს. მან ცრემლისა და თიხისგან შექმნა ადამიანი. ეს ქმნილებები მოჰყავდნენ ღმერთებს, მაგრამ როგორც მფლემარე აჩრდილები, ისე დაეხატებოდნენ დედამიწაზე.
პრომეთე, რომელიც გამოირჩეოდა სიკვდილითა და მოხერხებულობით, მოიპარა ცეცხლი ოლიმპოს მხრიდან, ჩამოიტანა დედამიწაზე და ადამიანების საცხოვრებელში კერძის ცეცხლი დაამყეს. ცეცხლი ყველა სიკეთის საფუძველია და ამიტომ პირველყოფილი მოდმა განაკაცა. როდესაც ზევსმა შეიტყო პრომეთეს საქციელი, განრისხა და მძიმე სასჯელი დაადო. პრომეთე მიაჯოჭა კლდეს კავკასიის მთებში, სადაც ყოველდღურად არწივი მისი ღვიძლით იკვებებოდა. თუმცა ღამით ღვიძლი ისევ აღდგებოდა ხოლმე, რაც ტანჯვას დაუსრულებას ხვდიდა. გავიდა მრავალი წელიც, სანამ ჰერაკლე მიაგნო კლდეს, მოკლა არწივი და გააჩაქსუფლა პრომეთე ზევსის ნებართვით. პრომეთე არა მარტო ბერძნულ, არამედ მსოფლიო კულტურაში იქცა გმირად, რომელიც სიმბოლოა წინსვლის, ბრძოლისა და თავისუფლებისთვის მსხვერპლის გაბმის. პრომეთეს მითში უკავშირდება ერთ-ერთი ცნობილი ალეგორიული ამბავი პანდორას ყუთის შესახებ. განრისხებულმა ზევსმა პრომეთეს გამო გადაწყვიტა ადამიანების დასჯა. მან ჰეფესტოს სამჭედლოს ღმერთს უბრძანა გამოეჭერა ულამაზესი ქალი პანდორა. ღმერთებმა პანდორას უამრავი უნარი და თვისება მიანიჭეს. ათენამ მას მიანიჭა ხელობა და სიბრძნე, აფროდიტემ სილამაზე და მომხიბვლელობა, ხოლო ჰერმესმა ცბიერება და ცნობისმოყვარეობა. ზევსმა პანდორას გადასცა საიდუმლო ყუთი და გააფრთხილა, რომ ის არასდროს არ გაეხსნა. პანდორამ ვერ გაუძლო ცნობისმოყვარეობას და გახსნა ყუთი. მისგან მთელი მსოფლიოს უბედურებები გამოიფრნენ. შური, ბოროტევა, ავადმყოფობები, სიკვდილი. შეშინებულმა პანდორამ სწრაფად დახურა ყუთი, მაგრამ ყუთში მხოლოდ იმედი დარჩა. პანდორას ამბავი ასახავს იმას, თუ როგორ შეუძლია ცნობისმოყვარეობას მოულოდნელად უბედურების მოტანა. მიუხედავად ყველა უბედურებისა, რაც სამყაროში გაჩნდა, იმედი მაინც დარჩა, რაც ადამიანებს აძლევდა ძალას, რათა გამკლავებოდნენ ცხოვრების სირთულეებს. ამის შემდეგ პანდორა მსოფლიო ლიტერატურაში განიხილება როგორც ადამიანის დაცემის მიზეზი, თუმცა ზოგჯერ მისი როლი უფრო ღრმა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. მსოფლიო მითოლოგიამ, განსაკუთრებით კი ბერძნულმა, სამყაროს უდიდესი კულტურა მისცა. ფილოსოფოსების, მხატვრების, მუსიკოსების, მეცნიერების უდიდესი წარმომადგენლები. მითოსი მნიშვნელოვანი ცნება იყო, რომელიც გამოხატავდა ტრადიციულ მითოლოგიურ თხრობას, სამყაროს, ღმერთების და ადამიანთა ბუნების შესახებ. თუმცა ფილოსოფოსებმა იგი განსხვავებულად განიხილეს და მასთან მიმართებით სხვადასხვა მიდგომები ჰქონდათ. ბერძენი ფილოსოფოსები მითოსის ტრადიციის მიუხედავად ეძებდნენ სამყაროს რაციონალურ ახსნებს. ზოგიერთი მათგანი სრულიად უარყოფდა მითოსს, ზოგიც მას ფილოსოფიური ალეგორიის სახით ან სიმბოლური დატვირთვით იყენებდა. არასებულა დედამიწის ზურგზე ხალხი, რომელსაც არ ჰქონოდა მითოლოგია თავის ენაზე. ასეა ჩვენს ქვეყანაშიც. ქართულ ლიტერატურულ მითოლოგიას უამრავი ლეგენდა და საიდუმლო ოდებს საფუძვლად. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მთელი ადამიანებს ღმერთებთან აკავშირებდა და მდინარეები გმირების ისტორიებს ყვებოდნენ, ქართველებმა შექმნეს მითები, სადაც ბუნება, ზეციური ძალები და ადამიანური ბედი ერთმანეთში გადაიხრთა. ქართული მითოლოგია სავსეა ზებუნებრივი არსებებით, გმირებითა და ღმერთებით, რომლებიც ჩვენი წინაპრების რწმენასა და იმედს ასახავდნენ. ყოველი ტყე და მთა, ყოველი მდინარე და კლდე თავიანთ ამბავს გვიყვება. ამბავს, სადაც ცისარი და მიწისშვილი ერთმანეთს ხვდებიან, სადაც დევები და ვეფხკაცები ებრძვიან ბნელძალებს და სადაც ღმერთები ჯერაც უძველესი ტაძრების ნანგრევებში სუნთქავენ. ქართული ფოლკლორი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფობისა და კულტურული იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი მრავალფეროვნება აერთიანებს ხალხურ ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვასა და რიტუალებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და დღესაც ცოცხლობს თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში. მორიგე ღმერთი ქართულ მითოლოგიაში არის ცის უზენაესი ღვთაება, ღვთაებების მამა, სამყაროს ბრძანებელი, შემოქმედი და მსოფლიო წესრიგის დამყარებელი, აგრეთვე ბუნების და ადამიანთა სიცოცხლის გამგებელი. მორიგე ღმერთმა გამოჭედა ცა, შექმნა ხმელეთი და ზღვები და გაანათა ისინი ქალწული მზის მზექალის შუქით. შექმნა დანარჩენი ღვთაებები ღვთისმშობლები. მორიგე ღმერთი მე-9 ცაზე ცხოვრობს და ოქროს ტახტზე ზის. იგი განაგებს სამყაროს, ადამიანთა საქმეებს და თავის ნებასულის ღვთისმშობლების მეშვეობით გამოთქვამს. ის ჭექა ქუხილის, ციური ცეცხლის ფლობელი და მართლმსაჯულების ღვთაებაა. მორიგე ღმერთი განსაზღვრავს ადამიანთა ბედს, აძლევს მათ მოსავალს,
დღეგრძელობას და იცავს მათ ყოველივე ცუდისაგან. მორიგე ღმერთი ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მორიგე ღმერთი ბიბლიურ მამა ღმერთთან გაიგივდა. ქართულ მითოლოგიურ პერსონაჟთა მდიდარი გალერეიდან გამორჩეული ამირანის მითი, რადგანაც მისი სახე საუკუნეების განმავლობაში დარჩა ქართული კულტურის, პოეზიისა და ლიტერატურის ნაწილად. მითი თანამედროვე ქართულ ეროვნულ ცნობიერებაში ძლიერადაა დამკვიდრებული და გმირობის სიმბოლოდ ითვლება. ამირანი ქალღმერთთანისა და ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანის შვილია. აქედან გამომდინარე მას აქვს როგორც ზებუნებრივი ძალა, ასევე ადამიანური თვისებები. ამირანი ბავშვობიდანვე გამოირჩევა დიდი ძალით და სიმამაცით. იგი ებრძვის ურჩხულებს, ბოროტ ძალებს და ცდილობს დაამტკიცოს თავისი ძლიერამოსილება. ამირანი პრომეთეს მსგავსად ცეცხლსტაცების ღმერთებს და ადამიანებს უზიარებს, რითაც მათ განარისხებს. ეს სიმბოლურად ნიშნავს კულტურის, ცოდნისა და თავისუფლების გავრცელებას. ღმერთები ვერ იტანენ ამირანის ამბოხს და კლდეს მიაჯოჭოვენ კავკასიის მთებში. მის კუძს მუდმივად ძიძვნის არწივი, ხოლო ერთგული ძალა ლოკავს ჯაჭვს და ცდილობს გაარიოს იგი. თუმცა ყოველწლიურად უნების გულშაბათს ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახავენ ჯაჭვს. ადგილის დედა ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის მფარველი ქალღმერთი იყო. ხელსურებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები თაყვანს სცემდნენ როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეთა და საქონლის მფარველს. არმაზი ქრისტიანობის გავრცელებამდე აღმოსავლეთ საქართველოს პანთეონის მთავარი ღვთაება იყო. გადმოცემის მიხედვით არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება. არმაზის კულტი წარმოადგენდა მეომარს, სპილენძის ჯავშნითა და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად ცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ არმაზის კულტი გაუქმდა. ბარბარე ქართულ მითოლოგიაში არის მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ბარბარე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს. ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბარეს თაყვანს სცემდნენ როგორც მკურნალს, რომელიც თვალს უხევს ადამიანებს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისაგან. ბარბარეს აგრეთვე შეეძლო ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც კი მოეწია. კაცი და გაიმი ქართული წარმართული ღვთაებებია, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კაციზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემორჩენილი. ამ ხელნაწერების მიხედვით კაცის ოქროს და გაიმის ვერცხლის კეპი ცხეთაში არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებათა კეპების გვერდით იდგა და ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ განადგურდა. დალი ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი და ველური ცხოველების მფარველია. საქართველოს მთიანეთში გადმოცემული გადმოცემების თანახმად დალის გაეგრობა მზეთუნახავის გაეგრობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს ტბები. დალი მაგცია. მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის, ამ ფრინველის სახით. მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში. მანამ სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამღუარი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი. იახსარი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების მითოლოგიაში ღვთაება ღვთისმშვილთა რიგიდან. სხვა ღვთისმშვილებისგან განსხვავებით იახსარი ზეცურ მოციქულად ითვლება, რომელიც სვეტისან ჯვრის სახით წარმოსდებოდა. იახსარს თაყვანს სცემდნენ როგორც პროტძალებთან, დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და სხვა მებრძოლ ღვთაებას, რომელიც იცავს როგორც მისი მფარველობის ქვეშ ყოფილ დილს, ისე ყველა ადამიანს, ვინ ჩვენას ითხოვს. ხალხური რწმენის მიხედვით იახსარი განდევნის ბოროტ ძალებს, სულელად დაავადებული ადამიანებისგან დაუბედური შემთხვევით გარდაცვლისგან.
კოპალა ქართულ მითოლოგიაში არის ხევსურთა ლოკალური ღვთაება ღვთისმშვილთა რიგიდან. ხალხური ეტიმოლოგია მის სახეს კობალი და ნაწარმოებს. კოპალა იახსართან ერთად ებრძვის დევებს და ამარცხებს მათ. მითის ზოგიერთ ვარიანტში კოპალა ერწყმის იახსარს ერთ პერსონაჟად, ან მის ორეულად გოლინება. კოპალას თავარი სალოცავი ლიკოკის ხეობაში, კარატის მთის მწვერვალზე დგას. ხევსურთა წარმოდგენით კარატის ჯვრის თაყვანისცემა იცავს წყალში დახრჩობისგან და ზღვაში მოპოვისგან. მას უკავშირდება აგრეთვე მოჭადრეობულთა და სულიერად დაავადებულთა განკურნება. ნაწილიანი ქართულ მითოლოგიაში არის ადამიანიან ცხოველი, რომელსაც ბოძებული აქვს ღვთაებათა წმინდა ნიშნები. ცის ან მზის ღვთაება მას უბოძებს ჯვარს ან მზის გამოსახულებას, მთვარის ღვთაება მთვარის ნიშნებს და ასე შემდეგ. ნაწილიანება უნდა დამალონ მათი ნაწილები, რომლებიც როგორც ითვლებოდა, განლაგებულია მათ ბეჭედქვეშ, მანათობელი ნიშნის ან სინათლის სახით. ნაწილიანთა შესახებ პირველი წარმოდგენები სავარაუდოდ უხსოვარ წარსულში გაჩნდა. ამას მოწმობს არქეოლოგიური მასალაც, რომლებიც გვიან ბრინჯაოს და ადრეულ რკინის ხანას ეკუთვნის. ბრინჯაოს ქამრებზე ასახულ მითოლოგიურ სცენებში ფიგურირებენ ადამიანები ასტრალური სიმბოლოებით მხრებსა და ბარძაყებზე. სავარაუდოდ ნაწილიანთა შესახებ არსებულ ტრადიციას უკავშირდება მეფეთა და დიდგვაროვანთა სამოსზე და აღჭურვილობაზე ასტრალური სიმბოლოების აღბეჭდის ტრადიციაც, რაც თითქოს და მათაც ნაწილიანთა კატეგორიას აკუთვნებდა. ოჩოპიდრე ქართულ მითოლოგიაში გარარო ცხოველთა წინამძღვრიდან მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი ოჩო ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი პინტრე ბერძნულ პანს. ოჩოპიდრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადიროს ენადირებს წასვამდე და ნადირობისას ოჩოპიდრეს ევედრება იღბავს და ნადირის მოკლის ნებართვას. ფასკუნჯი ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში დრაკონის მსგავსი ფრინველია. ფასკუნჯი უზარმაზარი ძალითა და გაუმარცხობით გამოირჩევა. მის ფრთებს მაგიური ძალა აქვს. ფასკუნჯის ფრთის შეხება ჭრილობას უნავს. ფრთის დაწვით მისი გამოძახება შეიძლება. ფასკუნჯი ქვედა სამყაროში ცხოვრობს და მისი შვილების გველეშაპისაგან გადარჩენის სამაგიეროდ გმირის ზევით ამოყავს. აგრეთვე არსებობს წარმოდგენები ბოროტი ფასკუნჯების შესახებ, რომლებიც დევების მსგავსად პყრობენ ადამიანებს. მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიებში სამყაროს შექმნა უმეტესად ღვთის ნების შედეგად ხდება. მაგალითად, ბიბლიაში აღწერილია, რომ ღმერთმა სამყარო 6 დღეში შექმნა, ხოლო ჰინდუიზმში სამყარო ციკლური პროცესია, რომელიც განადგურების შემდგომ კვლავ იგადება. დასაწყისში არაფერი იყო. გარდა უსასრულო წყვრიაჭი ჩაძირული სიჩუმისა. შემოქმედის ჩურჩულით ნათქვამმა სიტყვებმა შეარხია სიცარიელი. იყოს ნათელი და იქნა ნათელი და კარგი იყო იგი. პირველი დღე უფორმო სინათლეში გამოიკვეთა მატერია, ფორმა. მეორე დღე შეიქმნა ჩვენი სამყარო, ლამაზი და ფაქიზი სახლი. დიდებული, თბილი ნათელი ასაზრდოებდა მის დღეებს და მქრქალი ნათელი ბატონობდა მის ღამეებზე. იყო საღამო და იყო დილა. შემდეგი დღე შეგროვდა მთელი ცის ქვეშეთის წყალი ერთად და მის შუაგულში გამოჩნდა ხმელეთი. კიდევ ერთმა დღემ ჩაიარა. მიწამ აღმოაცენა მცენარეები და სქელმა და მწვანე საფარმა დაფარა იგი. წყალიც აივსო სიცოცხლით, მის სიღრმეებში მცხოვრები ურჩხულებით, რომლებიც ახლა აღარ არსებობენ. მრავალგვარი თევზით, რომლებიც ჯერ კიდევ დაცურავენ ზღვის სიღრმეებში. მალევე ცაში ფრინველები გამრავლდა. იყო საღამო და იყო დილა. მეხუთე დღე. მთელი სამყარო ცოცხალი არსებებით აივსო. პირუტყვებით, ქვეწარმავლებითა და მიწის მხეცებით, თავისი გვარის ამებ და ეს კარგი იყო. ყოველივე მშვენიერი გახდათ, სინათლე, ჰაერი, წყალი და მიწა, ყოველივე სუფთა და წმინდა. მცენარეები და თევზები, ფრინველები და ნადირი, ყოველივე თავისი გვარის ამებ, ერთი მთლიანის ნაწილი, ყველაფერი თავის ადგილზე იყო და იყო 64 ღმერთის შემოქმედების გვირგვინი. ღმერთმა შექმნა კაცი და ქალი მიწის ბატონებად და მისცა მათ არჩევანი.
ახყოლოდნენ წვდიადის ცდუნებას, ან გაეძლოთ და სინათლეში ეცხოვრათ. მათ აკრძალულ ხილს გაუსინჯეს გემო, რის შედეგადაც აღარ იყვნენ უმანკონი. ათეულობით თაობაზე გადავიდა ადამის ცოდვა. ძმა ძმის წინააღმდეგ, ერი ერის წინააღმდეგ, ადამიანი შემოქმედის წინააღმდეგ. ჩვენ ერთმანეთს ვებრძოდით. ჩვენ გავანადგურეთ სამყარო. ეს ჩვენ გავაკეთეთ ადამიანებმა. ყოველივე რაც მშვენიერი იყო, ყოველივე კარგი ჩვენ გავანადგურეთ. და ამისთვის სასჯელიც მივიღეთ. ჩვენ დავკარგეთ ედემი. დავკარგეთ ღმერთთან ურთიერთობა. დავემონეთ ცოდვას და დავჯერდით ეშმაკის მიერ შემოთავაზებულ ამაო დიდებას. ნაცვლად შემოქმედის დიდებული გეგმისა ჩვენზე, მაგრამ ღმერთის წყალობა უგუნისამდეა. მას ჰქონდა ჩვენი გამოსყიდვის გეგმა და მოევლინა იესო ქრისტე ჩვენი მხსნელი, რომელმაც გვაქცია ახალ ქმნილებებად რწმენით. უფალს კვლავ აქვს გეგმა თითოეული ჩვენთაგანისთვის. ზოგადი წარმოდგენები მსოფლიო ხალხთა კულტურაში რელიგია რწმენათა სისტემა, რითაც ადამიანები ცდილობენ ახსნან ცხოვრების არსი, სამყაროს წარმოშობა, სიკვდილის შემდგომ მდგომარეობა და ადამიანის დანიშნულება. იგი ჩვეულებრივ მოიცავს რწმენას ზებუნებრივ არსებებზე, ღმერთსა და სულებზე, რიტუალებს, ეთიკურ წესებს, წმინდა წერილებს და რელიგიურ წინამძღოლებს. ადამიანი ადრევე დარწმუნდა, რომ ის სამყარო, ის სინამდვილე, რომელშიც იგი არსებობს, იმგვარი არ იყო დასაბანიდავი, რომელსაც ახლა ხედავს და განიცდის. იგი ფიქრობდა, რომ სამყაროს თავისი დასაწყისი აქვს. მის ასეთ ფიქრს, როგორც უკვე აღნიშნეთ, ძველი ხალხების მითების მოწმობენ. სამყაროს, რომელიც გვაქვს უთვალავი ფერითა, ერთი ღმერთი ხნის. ჰე ღმერთო ერთო, შენ შექმნე სახე ყოვლისა ტანისავს, ამბობს რუსთაველი. იგი ქრისტიანი პოეტია და აღიარებს ღმერთს, როგორც სამყაროს შემოქმედს. რელიგიის მიხედვით ადამიანის მთავარ დანიშნულებად მიიჩნევა როგორც ღმერთთან კავშირი, მისდამი მსახურება და ზნეობრივი სრულყოფისკენ სვლა. უფალთა სიახლოვე არის დამახასიათებელი ქართული კლასიკური მწერლობის წარმომადგენლებისათვის. ჩემსა კაცად მხატვეს, მსახველს, რაც მე ძალის, გიგებს სახელს, ამბობს დავით გურამიშვილი. ნიკოლოზ ბარათაშვილი თავს მთაწმინდაზე ბედნიერად გრძნობს და ამბობს, მე შენს ამჭრედეს, მავიწყდების საზღვროება, გულის თქმა, ჩემი შენს იქითა, ეზებს სადგურს, ზენად სამყოფთ, რომ დაშთოს აქ ამაოება, მაგრამ ვერ სნობენ გლახ, მოკვდავი გაგებას ციფრს. უფალთან სიახლოვის განცდაა ლექსში. თავს ვიყავ მწვერვალზე ვიდებ, თვალწინ მეფინა ქვეყანა, გულზედ მესვენა მზე მთვარე, ლაპარაკობდი ღმერთთან. Hey
გალაქტიონ ტაბიძე, რომლის შემოქმედებაში ოსტატურად არის შერწყმული წარსული თანამედროვეობასაც. ვერხვის ფოთოლთა თეთრი ვაჟი. სანამ ამ სიმღერასაც შემოგთავაზებ, მინდა მოგითხრათ პატარა ისტორია ამ შესანიშნავ ნაწარმოებთან დაკავშირებით. ქრისტიანულმა ტრადიციამ ვერცხლთან კავშირში ორი ლეგენდა შემოვიახა. პირველის თანახმად, ჯვარი, რომელზედაც ქრისტე ეცვა, ვერცხლის ხისგან იყო გამოთვლილი. ხოლო მეორე მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ დახარა ქრისტეს ჯვარცმის დროს ყველა ხენ თავი, ნიშნად დიდი მწუხარელის. გამონაკლისი ვერხვის ხე იყო, რომელიც ურჩობის გამო ზენამ დასაჯა და იქიდან მოყოლებული ის მარად თრთის. როდესაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ეპისკოპოს კირილ საძაგრიშვილი, მომავალში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, გადასახლებაში იმყოფებოდა, ის გულმოდგინედ დაკვირდებოდა ბუნების რომლებს და მასში თურმე გაუცებას იწვევდა ვერხვის ხე, რომელიც თვთოდა და იხეოდა მაშინაც კი, როდესაც სიო არ იწვევდა და სხვა ყველაფერი განიდებულიყო. მისი ამ დაკვირვების შინაარსი აღბეჭდილია მისსავე მიმოწერაში და დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ მუზეუმში. ეპისკოპოს საინტერესებდა, ხომ არ იყო ხალხში რაიმე თქმულება ამის შესახებ. იგი ამგვარი კითხვებით ხშირად ვაჟა ფშაველასაც მიმართავდა. ჩვენ არ ვიცით, რამდენად ცნობილი იყო გალაქტიონისათვის ეს დაკვირვება და ეპისკოპოსის მიერ დასმული კითხვები, მაგრამ ცხადია, რომ ვერხთან დაკავშირებული ლეგენდის ცოდნა გალაქტიონმა იდუმალებით ახსოვსე საბურავში გააქვია და ის ახალი პოეტიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქცია. წერს პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ინესა მერაბიშვილი. Ashri
როგორც შოთა ნიშნიერიძე ამბობს, თქვენს ერთხელ სამთა ანგელოსთან, როგორ დავბადოთ კაცი ყველაზე ბედნიერი დაუბედულიც, რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ, 1000-ჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც. პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი, დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი, წითელმა, ის ჯობს ყმაოცნებებს ნუ არ მიეცეს, ლამაზი იყოს, მაგრამ უღარიბესიც. ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა ცათაბინადარ. სასჯელი გინდათ, მაშინ დიდი კაცი დავბადოთ, სახელდიდებით შესწდებოდეს ცათა კაბადონს. ოღონ დავბადოთ სულთა მედროშე, უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში. იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წნარად რიონი, თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაქტიონი. სპეციალექსი დავუხდი ვაჟობშაველასი, ეს არის სამყაროს პატარა ნაწილი და აი აქ არის აღწერილი როგორ არის იდეალურად მოსყოფილი ეს ყველაფერი. და რა ვიცი, დიდი მადლობა რა, მადლობა თქვენ ალბათ რა, უღრმესი მადლობა და მე აი მართლა ბოდის ვიხდით, რომ გთხოვ, კარგად დაანებო. დიდი აფეთქების თეორია, სამყაროს წარმოშობის და ევოლუციის მეცნიერული აღწერა. ჩვენ ნახეთ სამყაროს წარმოშობის მითოლოგიური და რელიგიური ვერსიები. ახლა გავესწროთ, როგორ იცვლებოდა მეცნიერების წარმოდგენა სამყაროს წარმოქმნის შესახებ.
თავდაპირველად დედამიწა ბრტყელი ეგონათ. შემდეგ პტოლემემ შექმნა სამყაროს გეოცენტრული მოდელი. მე-16 საუკუნეში კოპერნიკმა სამყაროს ჰელიოცენტრული მოდელი ჩამოაყალიბა. მე-19 საუკუნემდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ სამყარო იყო მხოლოდ ირმის ნახტომი. დანარჩენ გალაქტიკებს კი თვლიდნენ ნისლეულ სირმის ნახტომში. ასეთი შეხედულებები არსებობდა, რადგან ცას გააჩნდა სუსტი ტელესკოპები. ცაზე დაკავების საშუალებები განვითარდა. აშენდა ობსერვატორიები, მძლავრი ტელესკოპები დედამიწის ორბიტაზე, გაუშვეს კოსმოსური ტელესკოპები. აღმოჩნდა, რომ სამყაროში არსებობს უამრავი ვარსკვლავი, გალაქტიკა და გალაქტიკების გროვები. კოსმოსის კვლევის ახალმა ფაქტებმა დასაბამი მისცა დიდი აფეთქების თეორიის ჩამოყალიბებას, რომელიც აღწერს სამყაროს წარმოშობის მეცნიერულ გზას. დიდი აფეთქების თეორია ამტკიცებს, რომ სამყარო იყო შემჭიდროვებული მცირე ნაწილში და რაღაც მიზეზის გამო იგი გაფართოვდა. ადამიანებს ხშირად ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება შექმნილიყო არაფრისგან ასეთი მრავალფეროვანი და უზარმაზარი სამყარო. ეს არის NASA-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეო. დიდი აფეთქების თეორია არ არის მხოლოდ ლოგიკური მოდელი, არამედ ის გამყარებულია მყარი, უტყუარი ფაქტებით და მტკიცებულებებით, რომლის მეშვიდეც სრულად აეცნობა მისი რეგულირება. მე-19 საუკუნეში მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ სამყარო სტატიკური, უსასრულო და ერთდროულია. მაშინ ყველა მიმართულებით ვარსკვლავები უნდა ჩანდეს და ცა ისე უნდა იყოს მოჭედილი ვარსკვლავებით, რომ ერთ მთლიან ნათებას ქმნიდეს და არა ცალკეულ მანათურებს წერტილებს. ყველა მიმართულებით ვარსკვლავებს იმიტომ ვხედავთ, რომ შორეული ვარსკვლავების სინათლე ჩვენამდე ჯერ არ მოუწევია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შორეული ვარსკვლავები იმყოფებიან კოსმოლოგიური ჰორიზონტის მიმართ. 1912 წელს ასტროფიზიკოსებმა ერთ-ერთ სპირალურ გალაქტიკაზე დაკვირვებისას აღმოაჩინეს წითელი წარაცვლება. ეს იყო დოპლერის ეფექტი გალაქტიკებისთვის. დოპლერის ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ობიექტი გვიახლოვდება, მის მიერ გამოცემული ბგერის სიხშირე დამკვირვებლისთვის იზრდება, ხოლო თუ ფშორდება, პირიქით მცირდება. მე-20 საუკუნეში დადგინდა, რომ ყველა დაკვირვებადი გალაქტიკის სპექტრი წანაცვლებულია წითელი არხით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გალაქტიკები ფშორდება, ანუ სამყარო ფართოვდება. თან რაც შორსაა ობიექტი, მით უფრო სწრაფად ფშორდება. მეცნიერებმა ფრიდმანმა და ლემერტმა მათემატიკური გამოთვლებით დაამტკიცეს, რომ სტატიკური სამყარო არასტაბილურია და ის აუცილებლად უნდა ფართოვდებოდეს ან იკუმშებოდეს. 1929 წელს ჰაბლმა დაასკვნა, რომ რადგან გალაქტიკები ფშორდება, ესე იგი სამყარო ფართოვდება. 1931 წელს ჟორჟ ლემესტრი მივიდა დასკვნამდე, რომ თუ სამყარო ფართოვდება, ესე იგი წარსულში იგი შეკუმშული იყო უმცირეს ზომამდე. ანუ დროს თუ უკან დავატრიალებთ, მივიღებთ ერთ წერტილამდე შეკუმშულ სამყაროს. სახელწოდება დიდი აფეთქება გაჩნდა 1959 წელს. ფრედ ჰოილმა, რომელიც ეთანხმებოდა ამ თეორიას, ციფრული მოსაზრებებით დაარქვა ეს სახელი. შემდეგ ეს სახელწოდება მოიწონეს და ამ თეორიას დაარქვეს. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ჰაბლის სფეროს და რა წერტილიც არ უნდა ავიღოთ, სამყაროს დავინახავთ მხოლოდ ჰაბლის სფეროს მასშტაბით. რაც 46 მილიარდი სინათლის წრის რადიუსის სფეროა. ეს ნიშნავს, რომ ასეთი მანძილი გვაშრობს ყველაზე შორეულ ობიექტს, თუმცა სინათლემ ჩვენამდე მოაღწია 13.8 მილიარდ წელიწადში, ანუ ჩვენი სამყაროს ასაკია 13.8 მილიარდი წელიწადში. დიდი აფეთქების თეორია თუ მართალია, ეს ნიშნავს, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი. რაც უფრო ღრმად ჩავიხედებით კოსმოსში, მით უფრო ახალგაზრდა ობიექტები უნდა დავინახოთ. წარსულში უნდა იყოს მომენტი, როცა არ არსებობდა ვარსკვლავები და გალაქტიკები და სამყარო ძალიან მჭიდრო იყო. როცა სამყარო გაფართოვდა და გაცივდა, სინათლეს უნდა დაიწყო თავისუფლად გავრცელება და ჩვენ უნდა ვხედავდეთ ძველი სამყაროს გამოსხივებას სხვაიდან. ადრეულ სამყაროში უნდა ყოფილიყო გავრცელებული ყველაზე მსუბუქი ელემენტები, წყალბადი და ჰელიუმი. დიდი აფეთქების თეორიის ეს ვარაუდები დასრულდება ფაქტებით.
ფაქტების ნაწილი ჩვენ უკვე განვიხილეთ. სამყაროს გაფართოება დასტურდება დოპლერის ეფექტით გარაქტიკებისთვის. თუ სამყარო ფართოვდება, ესე იგი იყო შეკუმშული. კოსმოლოგიური ჰორიზონტის არსებობა ადასტურებს, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი. ამის გარდა დიდი აფეთქების პირველ წუთებზე წარმოიქმნა მსუბუქი ელემენტები, რომელთა რაოდენობა დღემდე გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა დანარჩენი ელემენტი. აღმოჩენილია მიკროტალღური ამოსხივება, რომელიც უძველესი სამყაროს ცხელი გამოსხივების კვალია. ის სამყაროს ყველა უბანზე გვხვდება და მისი ტემპერატურა 3 კელვინია. ამ სლაიდზე გამოსახულია ჩვენი სამყაროს განვითარების ეტაპები, დიდი აფეთქებიდან დღემდე. განვიხილოთ ეს ეტაპები. რა ხდებოდა დიდი აფეთქების მომენტამდე ჩვენთვის ცნობილი არ არის. ჩვენი სამყარო დაიწყო წერტილიდან, რომელსაც უსასრულოდ დიდი სიმკვრივე და ტემპერატურა ჰქონდა. დიდი აფეთქებისას დაიწყო სივრცის და დროის გაფართოება. ეს არ იყო აფეთქება სივრცეში, არამედ ეს იყო თვით სივრცის აფეთქება, რასაც მოყვა ინფლაცია. სამყაროს სწრაფი გაფართოება სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით, 10-36-დან 10-32 წამამდე. კვარკების და გლოუნების პლაზა, ცხელი და ყრუვი გარემო, რომელშიც კვარკები და გლოუნები თავისუფლად მოძრაობენ, 10-32-დან 10-6 წამამდე. ადრონების ეპოქა, კვარკების გაერთიანებით იქმნება პროტონები და ნეიტრონები, 10-6-დან 1 წამამდე. ლეპტონების ეპოქა შენდება ლეპტონების ეპოქა. ჩნდება ლეპტონები, მათ შორის ელექტრონები. მარტივია მატერია და ანტიმატერია, განიცდის ანიჰილაციას. ჩნდება მატერიის მცირე ნაწილი, 1-დან 10 წამამდე. ნუკლეოსინთეზი. პროტონები და ნეიტრონები ქმნიან წყალბადის და ჰელიუმის ბირთვებს, 3-დან 30 წუთი. რეკომბინაცია და ფოტონების გაბიჯნა. ელექტრონები უერთდება ბირთვებს და წარმოიქმნება ნეიტრალური ატომები. სამყარო ხდება გამჭვირვალე, ჩნდება რელიქტური მიკროტალღური გამოსხივება 30 წუთიდან 380.000 წლამდე. ბრელი საუკუნეები. ვარსკვლავები ჯერჯერობით არ არსებობს. არის მხოლოდ აირები და ფორმული გამოსხივება. 380.000 წელი, 100 მილიონი წელი. პირველი ვარსკვლავები და galaktikები. გრავიტაცია აკუმშავს აირებს და წარმოიქმნება პირველი ვარსკვლავები და galaktikები 100-დან 200 მილიონი წლამდე. პლანეტარული სისტემების წარმოქმნა. ზოგი ვარსკვლავი კვდება. წარმოქმნის მძიმე ელემენტებს და ფორმირდება პლანეტები. დედამიწის ასაკი დაახლოებით 4.5 მილიარდი წელია. თანამედროვე სამყარო. სამყარო აგრძელებს გაფართოებას და ტემპერატურა მცირდება. ახალი ვარსკვლავების, galaktikების და პლანეტარული სისტემების ფორმირება გრძელდება. ჯეიმს ვების ტელესკოპიდან მიღებული უახლესი მონაცემები გავლენას ახდენს დიდი აფეთქების თეორიის დებულებაზე, რაც მიუთითებს ამ თეორიის დინამიურობაზე და მუდმივ განახლებაზე. ამგვარად, სამყაროს წარმოშობის აქციის ცდელობები მრავალფეროვანია, მითოლოგიიდან მეცნიერებამდე. ყველაფერი ეს გვიჩვენებს ადამიანის შეუჩერებელ სურვილს და სამყაროს არსის გაგების ცნობის მოყოლებას. ასე იქნებოდა უმშვენიერესი ლეგენდები, ხელოვნების შედევრები, ქანდაკებები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნაწარმოებები. ისინი სულიერად ყვებავდნენ თაობებს. ეს თაობები კი ინახავდნენ და გადაცემდნენ შთამომავლობას. ამიტომ დღეს ქართველები ისევ ჩვენს მიწა-წყალზე ვართ, ალბათ ერთადერთი უძველესი, 1000 ჭირვარამში გამული სახელმწიფო, რომელიც გადარჩა თავისი მამულით, ენით და სარწმუნოებით. Yeah.
გარდა რა თქმა უნდა ესე რომ წარმოგვეჩინა ჩვენი პატარა ქორეოგრაფები, ცეკვის ელემენტები შევიტანეთ, პოპულური იყო წარმოდგენები. ჩვენ გვყავს ანსამბლი და ქვია ლეკვერთხი. ეს და სხვადასხვა ძალიან გახავს ბავშვები ფესტივალებზე, გამარჯვებულები ბრუნდებიან. ბევრი ცეკვა გვაქვს დადგმული. საკმაოდ აი ამ პატარა სკოლაში ნახევარს ყველაზე მეტი ქორეოგრაფები გვყავს. სიმღერა თქვენ თვითონ მოისმინეთ. ძალიან დიდი ხანია ჩვენთან. სულ მუდმივად მუშაობს სიმღერის ხალხური საკრავების უფრო გვაქვს გადატანებული ყურადღება. რა თქმა უნდა, ესტრადასაც ჩვენ ღონისძიებებზე შესანიშნავი მუსიკის ხელოვნების სიტყვა ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს. აი ამ ქორეოგრაფზე მართლა განსაკუთრებულები ვარ და ეს ახალგაზრდობითია და არა ეს მოწვეული ყავს იჯარეთ არის ხალხი გასწავლებული და ეს მოწვეული სპეციალისტია და ერთ სიტყვით აი ასე და ამგვარად ამ პატარა სკოლაში ვცდილობთ რომ ჩვენი ტრადიციები, კულტურა, ხელოვნება ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს. არ შემიძლია არ აღნიშნო ჩემი კოლეგების დახმარება, რომლებიც ხანდახან ხალხური ლელა მეტრეველი დაწყებითების მასწავლებელია და ხალხური თემატიკაზე სამხაროო განათლების მასწავლებელია ისევე როგორც სხვა მასწავლებლები ძალიან ხმარებიან და ერთდროულად მუშაობთ. დავამატეთ რომ როცა საქმე გვაქვს დიდ სკოლასთან და სკოლები გვაქვს რაიონში, როცა 600, 500, 700 ბავშვია, იქ არ ჭირს ხო ბავშვების შემოქმედების ჩვენება, მაგრამ ჩემი აზრით, აი ეს პატარა სკოლაში 62 მოსწავლე გვყავს და ყველა ბავშვი ჩართულია და ყველა ბავშვი ცდილობს თავის შემოქმედება აჩვენოს, ეს ჩვენი პედაგოგების ძალიან დიდი გამარჯვებაა. დიდი მადლობა ყველა ჩვენი სტუდენტები ბატონო ბერიდა თქვენგან გავიწოდოთ. აღნიშნავთ ჩვენ რომ მეტყველება და ტექსტებიც არ იყო პატენტური და ეს თანამედროვე მოსწავლეები ჩვენ თაობა ჩვენი მითჯობნის რომ ჩვენთან უფრო მეტი იყო პატენტიკა. ეს არის ძალიან ცუდი დაავადება და ბავშვებში ეს მათ ამდენ ტექსტები უნდა იმასოდეს თემზე უნიკალურია. გავითვალისწინოთ ის რომ ჩვენ ვართ მაღალმთის საჯარო სკოლაში 62 ბავშვი, ვიცით რომ განათლება არ არის მარტო ტექსტების დამახსოვრება, ეს არის სოციალური აქტივობა, განათლების სკოლის პირველ რიგში არის სოციალური აქტივობის ცენტრი. ეს არის მიკროსამყარო ჩვენთვის და ძალიან კარგად იყო დაბალანსებული მეცნიერებაც, მითოლოგიაც და მორისი, არ ვიცი ახლა თქვენ მორისი ციურიხში, ჟენევაში ყავდა ჩვენ დიდ კოლაიდერზე, 27 კილომეტრი კოლაიდერზე. სადაც ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერი მუშაობს და კარგი გენდორეს გახსენებინათ, გიადვალიდან დაწყებული ძალიან ბევრი არიან. და სხვათა შორის ერთ-ერთი მინი ამაჩხარებელის, იქ არის რამდენიმე ამაჩხარებელი, სანამ პროტონები შევა 27 კილომეტრიან ამაჩხარებელში, მანამდე მინი ამაჩხარებელი და ერთ-ერთი ამაჩხარებელის დირექტორი არის ქართველი ირაკლი მინაშვილი, კი. და ძალიან საამაყოა რომ რამდენიმე ფიზიკოსი, მაღალი კლასის ფიზიკოსი ყავს ჩვენ და აქ ერთ სლაიდად რომ გამოვიტანოთ ის ქართული მეცნიერები, რომლებიც ამდენი წლები აქ მუშაობენ. ჩვენ გვყავს ელექტრონული ავტომატიზაციის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი
და ისევე როგორც აი ამ პატარა სოფელში, ამ პატარა სკოლაში ამდენი ნიჭიერი ბავშვი არ უნდა იყოს წესი. ასევე არის მაგრამ არის ასებია რატომ არის ამდენი ცნობილი ქართველი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ამ პატარა ერში. რატომ არის ამდენი ქალი მოჭადრაკე ერთსულ ყველაფერი ბავშვები ითვლება ერთსულ მოსახლეობას. და ეს გენეტიკის სამბავი მე ხა ურა პატრიოტებს აქ არ მოყვები და ქართველები გამარჯვები ვარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ ყოველთვის მსჯელობაში კარგი იქნებაცა შემოვიტანთ ერთსულ მოსახლეზე რამდენი სხვადასხვის ამასთან გავიგე რომ ნიუ-იორკში არ არის ქუჩა. ქუჩიდან დანო არის მხოლოდ რამდენიმე ქუჩა 6 თუ 7 მათ შორის ერთიანი ჯორჯ ბალაჩინიც. ანუ არანაირ ლოგიკაში არ უნდა ჯდებოდეს რომ აემხელა კონტინენტის, ამხელა ქვეყნის, ამხელა იმპერიის მთელი იმპერია შექმნა საბალეტო სკოლას. ეს არის და მე მინდა აქ იმიტომ მოვედი რომ მე სოფელში დავიბადე გავიზარდე. ამით ახლა ჩვენთვის ჩემი მიღწევა წარმატებად ჩაფიქროთ ზამის ჩემი მნიშვნელობა არ აქვს, არც ვფიქრობ რა რაღაცა ვიღწიე. მაგრამ როდესაც სასწავლებლად წავედი ამერიკაში, ვფიქრობდი რომ ზღვაში წვეთიც არ ვეყარ. მაგრამ მე მოიკრებ ძალას და მიხვდები რომ შენ საფრთხის ერთი დიდი ნაწილი ხარ შენ. და ამით მე მინდა გითხრათ რომ ხარდაჭერა გავუცხადოთ რომ ასეთი მაღალითის სკოლა, პატარა სკოლა და მე წამოვედი აქ ჩემს ასე ვთქვათ ბავშვობასთან შესაძლებლად. და მინდა რომ გითხრათ რომ მე აქ ამ შემოგარენი მთებით არ თავდება სამყარო. ძალიან დიდია. და ბევრგან შეგიძლიათ იმოგზაუროთ. და მინდოდა რომ ამიხალისებინეთ რომ ისწავლოთ ეხლა თქვენი დირექტორის ის განიხარდებოდა ძალიან არის მოსწონა, მაგრამ ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა ეს არის მომავალი ჩვენ მე არ ვამბობ ქართული არ დაისწავლოთ და მე არ ვამბობ რომ ქართული სწავლის გარეშე შეუძლებელია გახდეთ კრეატიულები, შეუძლებელია გახდეთ კარგი ფიზიკოსები, თუ ვერ გეუბნებით გაწერილია ისე ვერ გაიგეთ. და ამიტომ მინდა რომ ქართულ მაიასთან ერთად ჩვენ ვიფიქრი ამაზე რომ აქ ეს პროკავშირები იქნება, განათლების სამინისტრო იქნება, ნებისმიერი სიტი იქნება. ჩვენ რკინის ხარამანი უნდა ჩავიცვათ და უნდა წავიდეთ და ბავშვებს რაც შეიძლება მეტი ბავშვის მიდგომები შევცვალოთ. სამწუხარო არის ძალიან რომ დღეს 42%-მდე ასულია ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩაბარებულთა რაოდენობა, იურიდიული ფაკულტეტი. ეს არც ერთი სპეციალობაა, ბავშვებო ჩვენს ქვეყანას არ გამოაჩენს. კაფა გამოგაგებათ, არ გამოგაგებათ. რა ქვეყანას საერთოდ გამოგაგებათ. ასეთი ნიჭიერი ადამიანის ბავშვების დაკარგვა, როგორც ადამიანის რესურსი, ამ ის ბუფუნება, არც ერთ ქვეყანას მიდიოდა ჩვენ ქვეყანას ამის ბუფუნება არ არის. თქვენი თითოეულის წარმატება მე გავეხარდება და თქვენ შეხედებას პატარა კითხვი ჩამოვიტანეთ და ძალიან კარგი იქნება რომ ეხლა თქვენი აღარ არის და ვინც ხართ იმ ჯგუფის წევრები რომ ჩამოგზავნოთ ჩვენთან. რამდენჯერაც გინებათ იმდენჯერ გვერდით? ჩვენ გვაქვს კლუბი, ხალხის ხელ ვიყავთ, მაგრამ არ ჩამოვედით. კი, რამდენჯერაც გინებოთ იმდენჯერ მოგზავნით, ისწავლეთ არდუინოს დაპროგრამება, ისწავლეთ ეროვნული ინტერნეტის გამოყენება, ისწავლეთ ძალიან ბევრი კარგი რაღაც, რომელთაც თქვენ კონკურენციას გაუწევთ თქვენს თანატოლებს თემ სოფიოში. ძალიან მოხიბული ვარ და ძალიან ბატონებელიკა, ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ, თქვენ ძალიან რომ საერთაშორისო სამართლის
ექიმებიც, კიდევ ბევრი ყავს, მაგრამ ძალიან ბევრი მე ჩვენთან მოდის და პედაგოგობა სურს. არა, მე გადამზადება ხდება, სასერტიფიკაციო გამოცემებზე გადიან და ისევ სკოლაში მოდიან და ვეუბნები, რა გინდოდათ ეს საერთაშორისო სამართალი. აგერ პედაგოგი ძალიან ბევრი შეფრთხილება გვაქვს სასერტიფიკაციო. გვასარ დავასრულე. ქალბატონო მარია. აი ახლა ძნელია ჩემთვის მათემატიკოსისთვის იმ სიტყვის მოძებნა, რომელიც გამოხატავს ემოციას და მადლიერებას ამ სკოლის მიმართ. ზოგადად აღუჩინე ხოლმე მეტყველების დროს რაიმე სიტყვების ძიებას, მაგრამ ყოველთვის ძალიან დიდ ემოციას უკავშირდება ამ სკოლის გახსოვება. მე 6 წლის წინ ვიყავი აქ სტუმრად და ნახე საოცარი ღონისძიება. იმის შემდეგ სადაც საუბრობდი სკოლებზე, მასწავლებლებზე, აღსაზრდელებზე, ყოველთვის ვიწყებდი ტკოცის საჯარო სკოლით. რომ ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული სკოლა ქვეყნის მასშტაბით. და მე გიძულცავ ამას. ქალბატონო დიახ, თქვენი ძალიან დიდი ძალისხმევა, თქვენი გულწრფელი შრომა, გონიერება, პედკოლექტივის გაუჩერებელი შრომა, პროფესიონალიზმი, რომ არა ოჯახები, მე ძალიან დიდი წარმოგება მაქვს ამ სოფლის ოჯახებზეც, ხო ასეთ ბავშვებს ვერ გაზრდით დიდ სკოლა. იმიტომ რომ ეს არის მართლა საოცარი შემთხვევა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ლამაზებო, ჭრიანებო, გავუცდი დაიწყეთ თუ არა თქვენი მეტყველებით, როგორ შეუფერხებლად გადმოგვეცით აი ეს მითოლოგიიდან მეცნიერების ჩათვლით, მოკლე ექსკურსი ჩაგვიტარეთ, მადლობა ამისთვის თქვენ და თქვენი მეტყველება, დამაჯერებელი ტონი, მიმიკა თქვენი უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ სკოლაში სასწავლო საამსდენო პროცესი ორივე ერთად მიდის მაღალ დონეზე და მიხარია ძალიან. ახლა რა შეეხება სიღრმეებში მე არ შევაუბერიკავი სრულყოფილად განიხილა სასაჭიროებებია საგანმანათლებლო სისტემის და პედაგოგების წინაშე სკოლების მიმართ რა გამოწვევები და როგორ რა მიმართულებებით უნდა გავაძლიეროთ და ამზადოთ თაობები, მაგრამ როდესაც ბერიკას უსმენ და ხვდები, არ შემიძლია არ გამოვხატო მის მიმართ მადლიერება, რომ რეალურად არის მასწავლებლის სახლი ბატონი ბერიკას ხელმძღვანელობის დროს მასწავლებლების მხარდამჭერი. მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩემ ინიციატივებზე ორიენტირებულია, ბოდიშვიხდი ასე რომ ვთქვი, ამაზეც კი თვითონ მასწავლებლის სახლს საუკეთესო ინიციატივები აქვს სკოლების განვითარების, პედაგოგთა პროფესიული განვითარების, კომუნიკაციის ამაღლების, მაგრამ არასდროს მოვაწყდება ბატონი ბერიკას მხარდაჭერა მასწავლებელთა მხარდაჭერის პროცესში რეფორმის მიმდინარეობის დროს რა ინიციატივებიც დავაყენეთ განათლების სამინისტროში. ეს ყველაფერი არის ერთიანობაში კომპლექსურად ჩვენი პროფკავშირის განათლების სამინისტროს, რა თქმა უნდა, სკოლების მუშაობა ორიენტირებული ღერძზე, ერთ ღერძზე, მოსწავლეზე. და ამიტომ ჩვენ ყველა ვცდილობთ ჩვენი მხრიდან, რომ მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას ხელი შეუწყოთ რეფორმას, მაგრამ ჩვენ პროფკავშირი ვართ და ვართ კრიტიკულებიც, რომ დაცული უნდა იყოს მასწავლებლთა უფლებები და ინტერესები. და განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლების სკოლების არაერთგზის საჯაროდაც განვიცხადებია, განსაკუთრებით მცირე კონტინგენტიანი სკოლების ცალკე პროგრამა უნდა არსებობდეს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერი, სადაც განსაზღვრული იქნება მცირე საათობრივ დატვირთვაზე მყოფი მასწავლებლებისათვის, განსხვავებული შეღავათები, განსხვავებული ანაზღაურება, განსხვავებული მიდგომები და მთლიანობაში სკოლის მხარდაჭერის ღონისძიებების გეგმა.
მოკლედ ძალიან გამიგრძელდება საუბარი არ მინდა მომაბეზრებელი იყოს ეხლა მე ჩამოვა ხელოვნებამდე სასწავლო სამგზელო მუშაობისათვის უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ სკოლას კოლექტივს და ასევე ამ ბავშვების მშობლებს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბავშვები მოდიან ოჯახებიდან და გზაობა არის ოჯახების იმის სურვილია ძალიან დიდი ინტერესი რომ ბავშვებმა კარგი განათლება მიიღონ და ის რომ საოჯახო მეურნეობასაც ეს ბავშვები ან ლამაზ სოფელში და ლამაზად დამუშავებულ ფერდობებზე აწარმოებენ, ახორციელებენ, ეს მე წინა სტუმრობის დღეს ვიხილე, როდესაც უკან ბრუნდებოდი, აი ეს ის ბავშვები არიანო, ნახე ბავშვები მიწასთან როგორ მუშაობდნენ, ფიზიკურად როგორ შრომობდნენ და უყურებდი და მიხაროდა. ესეც კი ძალიან სასიხარულო, ანუ ამხელობითი მუშაობა არის მაღალ დონეზე და მადლობა მთლიანად სოფელს და რა თქმა უნდა სკოლა არის გვირგვინი და სკოლა არის ძირითადი გული გამძრავებელი აი ამ მიმართულებებით. ხელოვნებას რაც შეეხება, ეხლა მე ვიცი თქვენ ყველამ რომ ვარ მოცეკვავე, ასევე მთელი ცხოვრება სცენაზე მაქვს გატარებული, კი ვარ მათემატიკოსი, მაგრამ არ მიღალატია ხელოვნებისთვის, ხალხური ცეკვის ედისიონის სოლისტი ვიყავი 12 წელი და ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, ახლობლის, მეზობლის, ბავშვი ცეკვავს 5 წელი, 6 წელი, 7 წელი და მიმიყვანია სხვა უფრო კარგ სტუდიაში, მივიყვა და ჩაირთვება აჭარულის მუსიკა და სხვა არ იცის აჭარულის სვა ძალიან სპეციფიურია, არ იცის სვა და აი გული გადამიქანდება ხოლმე რომ ვამბობ ლობირებ ბავშვს რომ პროტექტორი ვარ რომ აი 5 წელი ცეკვავს ბავშვი და უკვე ჩამოყალიბებულია სცენისთვის და მაი ამ ბავშვმა სვა არ იცის. ძალიან ბევრი ქორეოგრაფი ვერ ასწავლის ისე როგორც საჭიროა და მე მადლობა ქორეოგრაფსაც მინდა გადავხადო სიამოვნებით გავიცნობ იმ ახალგაზრდას იმიტომ რომ პირველივე გოგონა ის ლამაზი თვალა სხვისფერი თვალებით რო შემოვიდა ყურადღება მიმოქცია როგორი ზუსტი სვა გააკეთა ბავშვებს აქვთ იდეალური მანერები დაუკრა სიმღერა ყველაფერია ამ სკოლაში ბავშვის განვითარებისათვის ამიტომ თვითშემოქმედებაც აუცილებელია ეს ესთეტიკური აღზრდა არის და ყოველთვის აღნიშნავს და ახაც ვიტყვი ამ სკოლაში ბავშვებს შევხედავთ თუ არა არიან განსხვავებულები სილამაზე საერთოდ სულიდან მოდის და სულიერად ლამაზი ადამიანი არის ლამაზი მაგრამ რაღაცა განსხვავებული გარემოება მაინც აქვს ამ ბავშვებს და ამასაც აღნიშნავ ხოლმე და აი ეს ესთეტიური აღზრდა ეს სწორი მიმართულებები სკოლის საქმიანობაში ყველაფერი იმ ფონზე რომ არ გაქვთ არჩევის შესაძლებლობა რას ნიშნავს არჩევის რომ ბევრ ბავშვებში ვინც არიან ყველაფერს ართმევენ თავს ძალიან მაღალ დონეზე მაინც არ გეტყობა ხო მაინც არ გეტყობა რომ არჩევანის ის არ გეტყობათ რომ სკოლაში თქვენ არ არჩევთ ბავშვებს კონკრეტული მიმართულებით რა უფრო ძლიერი მხარეა ხო ანუ ბავშვები ყველაფერს ართმევენ ვარსკვლავები ხართ ძალიან დიდი მადლობა ბავშვებს განსაკუთრებით თქვენ მითოლოგიით დაიწყეთ და არც ეხლა თუ სწორად მახსოვს, მაგრამ მე გამახსენდა რომაული მითოლოგიის იუპიტერის ერთი ისტორია, რა მოხდა იცით, მას შეუყვარდა ევროპა და გადაიქცა ხარად და მოიტაცა ევროპა. ევროპა იყო მეფის ასული, ფინიკიის ერთ-ერთი და მოკლედ მოიტაცა და ამის შემდეგ მითოლოგიაში არის თქმულება, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. ხო, იუპიტერი ხარად გადაიქცა. ანუ მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ არ გეპატიებათ, ხარად გადაიქცეთ, თქვენ სულ ზევით უნდა წახვიდეთ და უნდა იყოთ ძალიან განვითარებული, წარმატებული თაობა, იმიტომ რომ როგორც ხალხმა ლიანამ აღნიშნა, ამ სკოლას ბევრი წარმატებული ადამიანი აიწყია. დიდი მადლობა თქვენ. მე პროფესიონალი მოცეკვავე ვარ და პატარ-პატარა ივენთებშიც კი ნახე რამხელა შრომა გაქვთ ჩადებული. წარმატებები ბავშვებო და იმედი მაქვს რომ ნამდვილად გაამართლებთ იმ შრომას, რა შრომაც ჩადო ამ სკოლაში. დიდი მადლობა ქალბატონო. კიდევ ერთხელ რომ მომეწეს ძალიან სიმბოლურად
ანუ არ მინდოდა ხელცარიელი შემოსული ყავი და ბევრი ვიფიქრე ის უნდა სკოლას რაღაც არც მინდოდა ქალბატონი ზიზისთვის მეთქვა ვიცი როგორი ყურადღებიანი ლიდერია მოკლედ გადავწყვიტე რომ ბიბლიოთეკისთვის ბიბლუსის სასაჩუქრე ბარათები გადმოგცეთ ბევრი არ არის მაგრამ რამდენიმე კარგ წიგს ალბათ შეიძლება დავიწყებ იმით, რომ ჩემი ბრალი არის, ბრალი მოდავა ამბავს, როცა გადავწყვიტეს, რომ ამ სკოლას ავტორიზაცია გაეღო და რა შვები კაცო მოგყვათ, რომ ქალბატონია დაგვადგა და წავიდა იქ იმაზე ფანჯარაზე და ნატურებზე და ასე შემდეგ საუბარი, მაგრამ აი სწორედ თქვენ რასაც ხედავთ, ეს იყო ჩემი მაშინდელი და ჩვენი გადაწყვეტილების მთელი ამბავი, რომ ეს სკოლა არის თემის მარგალიტი და არის რატომ მარგალიტი? იმიტომ რომ მათ აქვს ერთიანობის განცდა და აქ წარმომადგენელიც არის მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი ლიას მათი კოლაბორაცია, მათი თანამშრომლობა ემსახურება ამ თემის განვითარებას, ამ თემში კულტურული ღირებულებების გაძლიერებას და ამის ნათელი მაგალითია და თითოეული მასწავლებელი ჩვენ სხვა ბევრი ღონისძიებაც გვინახავს მათ შორის სხვა მიმართულებით ჩატარებული ამ სკოლაში და არ არის ღონისძიება მთავარი არის ერთი რომ ემსახურებიან განათლების იდეას, ემსახურებიან ნაბიჯ განვითარებას და ყოველწლიურად ერთგვარი შემაჯამებელი გამოდის ხოლმე გაზაფხულზე ეს ღონისძიება და ჩვენ ხედავთ როგორ წინ წაიწია ამ სკოლამ და ეს არის რა თქმა უნდა თავდამოზოგავი შრომის შედეგი, ამას ყველა ვხედავთ მუნიციპალიტეტი იქნება ეს თუ განათლების სამინისტრო და უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ აღარ გავაგრძელებ ზანებრივ საუბარს და ქალბატონ ლიას და ერთ საიდუმლოსაც ვიტყვი, არ ვიცი მე ამოჭერით თუ არა თქვა არ ვიტყვი მაშინ რომ იმ საიდუმლოს წყალობით ქალბატონი ლია არის ხო კი ბატონო ეგეც ჩემი ბრალია რომ სკოლის დირექტორობიდან არ წავიდა და დარჩა სკოლაში აპირეს ქონდა დიდი ჩემი მე სკოლაში დარჩა დიდი მადლობა ბატონი თამასი ჩვენი მუზეუმის ერთადერთი სიტყვა რომელიც აი დღეს ჩემში წამოვიდა და მინდა ვთქვა ეს არის მადლობა ქალბატონ ლიას პედაგოგიურ კოლექტივს მადლობა ჩვენს მოსწავლე ახალგაზრდობას რომელსაც შესაძლებლად წარმოაჩინეთ თავი სხვა შორის ძალიან ფულ თემა შეჭიდებით და აი ვებერთელა წიგნები დამუშავება და ჩვენთან დეპუტატებს ძალიან დიდი საქმეა. წარმატებები. ტყოჩის სკოლა დღეს არ არის მარტო ასეთი. ამ სკოლას ტრადიციები გააჩნია, ძალიან დიდი ტრადიციები გააჩნია. საქართველოში მე მარტო ერთ მომენტს მივაქცევ თქვენს ყურადღებას. საქართველოში როცა დაიწყო აი სასკოლო მუზეუმების შექმნა პირველი იყო ტყოჩის სკოლა სადაც შეიქმნა სასკოლო მუზეუმი და მეტად საინტერესო მასალა იყო დაუჯერებული ტყოჩის სკოლის სასკოლო მუზეუმში. ბატონი აგალი გრიალაშვილი ხელმძღვანელობდა ამ საქმეს და სხვათა შორის იმასაც ვიტყვი, რომ ხაშურის სამუზეუმო გაერთიანება ხაშურის მუზეუმი აი ტყოჩისა და წაბლის მასალებზე არის თუ თავი მოგოხსნა რაღაცით. ამიტომ ამ სკოლას ძალიან დიდი ტრადიციები გააჩნია და მე მათ ვარ დარწმუნებული რომ ეს ტრადიციები გაგრძელდება მომავალში და კიდევ უფრო მეტ შინაარს შეიძენს. ეხლა მე მინდა პატარა საჩუქარი გადმოგცეთ, ეს არის ჩვენი სამუზეუმო გაერთიანების გამოცემები. ეს არის სამეცნიერო კონფერენციის მასალები, აქ არის წარმოდგენილი ჩვენი რეგიონის ისტორიული საგვარეულოები, ვეზირიშვილები, ხიდიბეგიშვილები, ეხლა მიმდინარეობს მუშაობა ამ რეჟიმებზე და რომ დაიბეჭდება მოგართმევთ აბაშიძეებზე მუშაობა დაიბეჭდება მოგართმევთ. აქ არის კიდევ ერთი წიგნი, არის ოზოვის აჯანყება და სხვა შორის სოციალიზმი შეხვდებათ აი ამ წიგნში, რომლებიც დააპატიმრეს და ასე შემდეგ და მე მგონი ჩვენს მოსწავლეებს რაღაცაში წაადგება. ჩვენ რაც ვართ მითანაშრომლობთ თქვენთან და იყოს ეს თანამშრომლობა დაახლოების და სკოლის ისმის. მადლობა გამოდიეთ. მართლაც ძნელია დაამატება ასეთი შესაძლებლობის შემდეგ რაიმე ეს და აღნიშნავ რომ ძალიან მოხარული ვარ როცა ყოველი ასეთი მომდევნო ღონისძიებაზე რაღაც ახალს განვითარების რაღაც ახალ კერას ვამჩნევ ხოლმე და ეს ძალიან მახარებს
თქვენ აღნიშნეთ, რომ შემდეგ ღონისძიებაზე ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო დიდ დარბაზში შევხვედროდით და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას პოცის სკოლა მოესწრება. თუმცა ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი სურვილი მაქვს თანამშრომლობის, თუ დაგჭირდებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ახალგაზრდული სიუცე, თქვენ ამყოფები ხართ და შეგიძლიათ მსგავსი ტიპის ღონისძიებებითაც ისარგებლოთ და იქ თქვენ დაგეგმოთ უშუალოდ. ძალიან დიდი მადლობა ისევ დღევანდელი დღისთვის და შესანიშნავი ახალგაზრდები მოდიან, მადლობა ახალგაზრდებო თქვენ. მე ჩემი ახალგაზრდობა დამახსენდა და რაზეც ხდება გული. აი ჩემი თაობის პერიოდში აი ამ საშუალება არ იყო და რა. აი მაშინ რომ ვინმე წარმომედგინა, აი თქვა გამოსულყან მე რა გარკვეულწილად გამოსულყო ფანდურის ხელში, ხო? ალბათ ეს საშაპირო იქნება და ქვეყნის მასშტაბით, რა და ახლა ძალიან მიხარია უკვე ეს ან ნაციონალურ ეროვნულ ფესვებს რო უბრუნდებენ და იგივე ხალხური სიმღერაც, ვთქვათ, ხალხური ინსტრუმენტები რო უკვე მოდაში შემოვიდა და ძალიან სიამოვნებაა. აი განსაკუთრებით მინდა ბავშვებს დიდი მადლობა უთხრა და ერთ უნდა გისურვო. ყოველთვის იამაყეთ რომ საქართველოში დაბადებულები და გაზრდილი ხართ. ეს ახლა არ მიიღოთ ამ ნაციზმად ან იმათ ეს საამაყოა, რაღაც საამაყოა და აი ნახავთ აი საქართველოსთან რომ გახვალ, მაშინ თუ იგრძნობთ რა 60-ში ცხოვრობ და სადავარ. ან ყველაფერი რაც კი მსოფლიოს საოცრებას წარმოადგენს, ანალოგი საქართველოში მოიძებნება. შეიძლება ისეთ მასშტაბური არ იყოს, მაგრამ აი ყველაფერი გავაჩნია. ერთი რაც ვაკეთე ეს არის ცოტა სიზარმაცე და ცოტა იოდი გზების ძებნა და ღმერთმა ხნავს თქვენ თაობას ეს ყველაფერი გამოესწორებიო და აპარულ საქართველოში ყოფილიყავ და მეც მოვსწრებოდი რაც ვარ. დიდი მადლობა.